და ახლა ამოვიდა ვაშინგტონში შუა დღეა დაწვიმად სამოვიდა ამსტერდამში ახლა 7 საათია ვიტრინაში დგანან მონიკა ჯენიფერი სამანტა გაბრიელა და ნატია ტოკიოში შუა ღამეა რობოტებსაც ეძინება სეულში კი ფიქრობენ ის თუ არა ფხენიანთა შელიგება თბილისში ახლა ტელევიზორთან ადგილს იკავებს ყველა გამარჯობა ღამის შოუ იწყება ესე იგი მიხეილ სააკაშვილთან მიდის კაცი და ეუბნება პროკურატურაში ხართ დაბარებულიო. მიხეილ სააკაშვილი პასუხობს: არ შეიძლება ჩემი პროკურატურაში დაბარება, იმიტომ რომ გიჟი ვარო მე. ეს კაცი ეუბნება: როგორ გეკადრებათო? არა ხარ თქვენ გიჟიო? რაზეც მიხეილ სააკაშვილი პასუხობს: ახლა აღარო არ გიჟიო? ასე ასკინკილაცი განაგრძო გზა. ახლა ნახოთ რა მოხდა დავით უსუფაშვილის ერთ-ერთი კომენტარის დროს. ამიტომ ჩემი პოზიცია იქნებოდა რაც შეიძლება სწრაფად, მშვიდად და წყნარად ყველა კითხვაზე პასუხი გაეცეს, ვიდრე გამარჯვებითი მშვიდობა, დავშვიდით, უსაფრთხოების ესე ფორუმზე საფრთხე არ შეიძლება. კი, მართლა მშვიდობა იყო, მე გავიგე რა მოხდა, ამ დროს თურმე შემოვიდა ინგა გრიგოლია დარბაზში და მაგის ხმა იყო. თბილისში იმყოფებოდა ნატოს დელეგაცია და დაგვამშვიდეს, ასე კი იციან ჩვენი დამშვიდება, ამდენი წელია გვამშვიდებენ უკვე. დაგვამშვიდეს, რომ თქვენ არაფერზე ინერვიულოთო, ამერიკელებმა თქვეს, რომ საჰაერო უსაფრთხოებასო თქვენსაც ჩვენ დავიცავთო, რუმინელებმა თქვეს, რომ სამხედრო ტექნიკის, ასე ვთქვათ, რემონტს ჩვენ უზრუნველყოფთო, ფრანგებმა თქვეს, რომ ოფიცრებს მოვავლენთო თქვენთან, რომ ეს წვრთნები უზრუნველყოლო და თურქებმა გვითხრეს, რომ რაღა გინდათ მეტი მგონი თქვენს დაგიდგათ დიდებული საუკუნეო. შორის თურქულ სერიალზე გამახსენდა მაგდა არის ფანი თურქული სერიალების მაგდას სახელიც კი გადავარქვი დღეიდან არის აიშა ვასაძე წავაწყდი ძალიან საინტერესო რამეს ერთ-ერთ ეპიზოდს თურქულ სერიალში მიდის სასიძო ოჯახში რომ ხელი თხოვს ქალს და რას ეკითხებიან ნახოთ რომელ გუნდს შემატკივრობ ახლა თუ არ გამოვიცანით ჩემი საქმე წასულია თქვი ფენერბახჩე კარგია კიდევ კარგი მოვრიგდით ძალიან კარგი მობრძანდით დაბრძანდით ფათაშორის ახლა გამახსენდა მე რომ მომყავდა ცოლი როგორ იყოს ყველაფერი ჩემმა სიდედრმა მითხრა რომ მეო მადრიდის რეალის გულშემატკივარი ვარო და იმ დღიდან გულშემატკივრობ ბარსელონას მეგობრებო ბოლივუდი, ინდური კინოინდუსტრია ბოლივუდი 100 წლის არის. ნუ ჩვენ ახლა ყველა ვარიანტი უნდა მიულოცოთ, ახლა ვიღაცას მოწონს, ვიღაცას არ მოწონს, ნუ მათ მაინც უნდა მიულოცოთ, ვისაც შუბლის ხალი არა გვაქვს გაწყვეტილი. ვულოცავთ ბოლივუდს და მე სხვათა შორის მინდა გითხრათ, რომ ინდოეთის საელჩომ აღნიშნა ქართულ კინოთეატრებში იყო ესეთი ჩვენება ინდური ფილმების. მე მინდა ახლა განახოთ ბოლო 100 წლის განმავლობაში ინდური ფილმებიდან 5 ყველაზე საინტერესო მომენტი, ანუ top 5. გთხოვთ.
100 წელია ამას აკეთებენ. მოკლედ, დაამთავრდა ეს ჩვენებები და გამოვიდნენ ეს ინდოელები გარეთ და დაინახეს კინოსახლთან ერთმანეთს უტყავენ ნატოს მომხრეები და რუსეთის ევრაზიული კავშირის მომხრეები, აგინებენ ერთმანეთს, დახოცეს ერთმანეთი, დაასისხლიანეს, მერე დაიშალენ და ეს ინდოელები ერთმანეთს ეგასე ეკითხებიან გაკვირვებულები. ბოლოში რატო არ იცეკვესო? მოკლედ, სანამ მაგდავასაძე ფიქრობს, რომ ხო არ შევეშვა თურქულ სერიალებს და ინდურ კინოზე ხო არ გადავერთო, იმიტომ რომ ამ დღეს აიმაღლა გემოვნება ცოტათი, გაგიკვირდებათ და ჩვენ ვიწყებთ ღამის შოუს. დიდი მადლობა, მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ჩვენ შოუს მუსიკალურად აფორმებს გუფი, მაგდა და ვიღაცეები. დიდი მადლობა. თლიანობაში ეს არის გუფილენდი, არაჩვეულებრივი ბენდი. გადაცემის შემდეგი რუბრიკა გახლავთ დღეს და აქ მაინც იყვნენ უმრავლესობაში. რუბრიკის სტუმრები არიან ახალი მემარჯვენეები, ფიქრია ჩიხრაძე, მამუკა კაციტაძე, მანანა ნაჭყებია და ლევან კალანდაძე. გთხოვთ. მოვედით უმრავლესობა. რა გინდათ მეტი? არგია, შესანიშნავია. კი ბატონო. მშვენიერი უმრავლესობა მშვენიერ ადგილზე გადასარევია. დიდი მადლობა რომ მობრძანდით. თქვენ დაარსდით 2001 წელს. კი ბატონო. 2001-ში დაარსდა ეს პარტია და ახლა ისევ ახალი მემარჯვენეები რატო გქვიათ? აი მაგალითად რატო არ გქვიათ კარგად შენახული მემარჯვენეები? რაღა დროის ახალია. ეგ შინაარსი გულისხმობა რომ კარგად შენახულია ეს ყველაფერი, მაგრამ ისე ჩვენ ვართ ღვინოსავით. ღვინოს დაძველება უხდება. გასაგებია. საქართველოს შეჩეული არიან. ხელი უბედურება არის იმაში, რომ საქართველოში შეჩეული არიან პოლიტიკაში დაუღვინებელი მაჭრის მიძალებას. და ძირითადად ცუდი შედეგებით მთავრდება ხოლმე ეს ყველაფერი. ის გულისხმობთ თუ შეიძლება მე. რა ჩამოთვლის. ანუ ვინ არის მაჭარი? მაჭარი, რა ვიცი, ხან ოცნებობენ მაჭარზე, ხან მართლასვამენ, ხან ეროვნულ მაჭარზე ლაპარაკობენ და ანუ ახალი მემარჯვენეები ეს არის დაძველებული ღვინო. 13 წლიანი დაძველების ღვინო. 13 წლიანი დაძველების ღვინო. კიდე დიდხანს ვაპირებთ. რომელი ნაპირიდან არის მარჯვენა თუ მარცხენა სანაპიროდან? ფერდობებიდან რაჭის. რაჭი. ისე ხა თუ არ ჩავთვლით გამონაკლისებს, ძირითადად რაჭველების პარტია იყავით ყოველთვის. ხო, ბევრი იყავით. ბევრი ვართ ეხლა. ხო და რადგან რაჭველების პარტია ხალთ, ალბათ წარმატებაც ცოტა გვიან მოვა. ასე გამოდის. შემოვიერთეთ ნაჭყებია. სამეგრელოს წარმომადგენელი, ჩვენზე უფრო გარაჭველ და უბედურება გვეწვია. შემოვიერთეთ კალანდაძე, იქნება გურულებმა მაინც რამე გვიშველონ, თქო, არ გეტკინა არაფერი, ჩვენზე უფრო გარაჭველ და ესეც და ვართ ესე მოლოდინში რაჭველების პარტია. და რას ელოდებით? უმრავლესობაში მოსვლას. ერთი რამეა, ხუთარ. ახალი მემარჯვენეები, რო თქვი რომ აი ამდენი ხანი და კიდე ახალი მემარჯვენეები. საერთოდ პოლიტიკაში ეგრეა, რომ ახალი ქვია მანამდე, სანამ ხელისუფლებაში არ მოხვალ. მანამდე სულ ახალი ხარ რა. როგორც კი მოდიხარ ხელისუფლებაში, იმ წუთში ის ახალი უკვე აკავლი გაგდის რა. ამიტომ ჩვენ სიამოვნებას ვიხანგრძლივებთ, თორე რა უნდა ხელისუფლებაში მოსვლა. რა თქმა უნდა. მიდი ერთ კაცს დაელაპარაკე და დაამთავრე. რა თქმა უნდა. აი, ამის შოუში მიდიოთ ერთად და რა თქმა უნდა. ჩემთან ყოველთვის უმრავლესობაში იქნებით, თუ ხალხური. ახლა რა მინდა გითხოთ, სულ მეკითხა თქვენთვის, რომ ძალიან ჭკვიანი ხალხი ხართ. მართლა განათლებული, ნასწავლი, გამოცდილება თქვენ არ გააკლიათ, სიბრძნე თქვენ არ გააკლიათ. ამ საგანელიძემ როგორ გაჯობათ, კაცო? ყველაფერში გეთანხმებით, სიბრძნე, განათლება, ეს ყველაფერი, მაგრამ ჩვენი პრობლემა აქაც სიდინჯე აღმოჩნდა.
სანამ აი ეს რაჭველები მე გეტყვით ოთარ, სანამ ეს რაჭველები მსჯელობდნენ და საუბრობდნენ იმაზე, რომ აი საჩხერიდან ონამდე გზა რომელი გზით გავიყვანოთ, მანამდე დაუაბგონა საგანელიძემ და პირდაპირ მოხვდა. ასე რომ კარგით ეხლა ნუ აქ აღარ არის საჭირო ხა არავინ აღარ ჭამს მაგას და ოთარ შენ საგანელიძე მართლა ოცნებაში გონია? ჩანერგილია? არა ეს ინფორმაციები რო გვაქვს ჩვენ რა ხდება იქ საიდან აგვაქვს როგორ გონია? ეს მარტო ოცნებაში კი არ არის. მარტო ოცნებაში კი არ არის ეგეთი ასე თქვა ჩვენი კაცები. და ეს ხო საიდუმლო ინფორმაციაა, ხო? ეხლა აღარ არის საიდუმლო, უკვე ყველამ გაიგო რაღაც ეხლა. შენ ხო არ მოგატყუებ ახლობელი კაცი ხარ და რატო უნდა შევიყვანოთ საზოგადოება შეცდომაში. ასე რომ ყველაფერი ნათელია. თან უკვე უმრავლესობაში ვართ ეხლა რაღაც საჭირო. ეხლა შეიძლება უკვე ამის თქმა. გასაგებია. ისი აღიარეთ, რომ სერიოზული ძალა გამოვაკლდა თქვენ პარტიას. კი, აღიარებთ. დავით გამყრელიძის სახით. პრაქტიკულად სამი კაცი დაკარგეთ. ექიმი, მეწარმე და ლიდერი. აღიარებ. ხო და ამის შევსება შეიძლება. რთულია, მაგრამ რატო ექიმი მე ვიქნები? კი ბატონო. მიღებული ხართ? კი ბატონო. ლიდერი გვინდა ერთი, აი თქვენ ვის გულისხმობთ, აი ვინ შეიძლება იყოს ლიდერი? მეწარმის თემა მოგვიგوارებ არებ. მეწარმე მოგვარებული მაქვს 7 მილიარდი აქვს სოლოლაკში. გასაგებია. არა, ის მოქალაქეა, მეწარმე არ არის. მოქალაქეა. წამოვა. წამოვა? დარწმუნებული ხარ? კი. მე ხო მაქვს ურთიერთობები სულ. კი. რა თქმა უნდა, მე ხო ჩემი ჩანერგილები მყავს ოცნებაში. მაშინ ჩვენ ახლა მერობის კანდიდატი გვჭირდება და ექიმობასთან ერთად ლიდერობასაც ხო არ შეითავ. ანუ მე ვიყო ქალაქის მერი? რომელი ქალაქის ონის? არა, რატო? არა, ონის უკვე ყავს. თბილისის მერს ვეძებთ და ამდენ იმიტომ მოვედით ახლა რომ არემ შემოგთავაზოთ ექიმი. ასე გაგიჭირდათ ხალხო? მეწარმე რა გიყავს? ასე თვლი შენ? ასე თვლი? ხო, ახლა მერობაზე წამოყენებ. ამ ქალაქს ოთარ ჭირდება მკურნალობა. ყველა მიმართულებით. ყველაზე მეტ. ასე რომ შესანიშნავი კანდიდატურა ხართ მე მგონი. ერთი მინუსი მაქვს. აბა? მეგრელი არა ვარ გაროჩი. არა უშავს. ორი თვე დრო უნდა ისწავლო. ხალხი უკვე გაბრაზებულია. ამ ხალხს უკვე აღარ მოწონს ეს მთავრობა. მე ვნახე ეს ხალხი, თიასი ჭინავას გადაცემაში იყო ეს ხალხი მისული, სავარძელში იჯდა. და ეს ხალხი ამბობდა, რომ მინისტრიო არ შედისო, კარგი მინისტრების სიაშიო, ის მინისტრი ხო პრეზიდენტი რატო შევიდაო, ხო. ეხა ორი ეს ხალხი რომელიც 55 წელი არ ჩანდა და უცებ გამოჩნდა, ეს ხალხი უკვე უკმაყოფილოა და როდესაც ეს ხალხი უკმაყოფილოა, ხოლმე ცუდად ვთავდება. იწყება ყველაფერი მე ასე მგონია რა. კი. ხო, მაგრამ ჩვენ გვეგონა რომ ეს ხალხი ადრე იმიტომ მიძინებდა, რომ ადრე იღვიძებდა და რა არის ასე გვიან გამოვიდა. კარგი. მე კი შეიძლება ესეც რაღაცას დილით გეძინოს ამდენი ხანი რომ ესე გვიან გამოიღვიძა. ვის ლაპარაკობ? ხალხზე. კარგი. კალანდაზე ავალაპარაკოთ რაღაც ბერკეტები მომეცით რომ ხალხის გამოფხიზლებაზე და ხალხის გამოღვიძებაზე გავაგრძელოთ მაშინ თემა. ბუნებრივია გამოიღვიძებს ხალხი ამდენი ახალი საწარმოს გუგუნში როგორ დაიძინებს, რა დაგაძინებს ოთარ გაზრდილი პენსია რო გვაქვს დასათვლელი, რა დაგაძინებს როცა დილა სამსახურში ხარ წასასვლელი და ბუნებრივიც არის, ქალაქი цаრიელია, ხალხი აღარ დადის ქალაქში, ყველა სამსახურებშია, ახალი სამუშაო ადგილებია, ახალი საწარმოო სიმძლავრეებია. ბუნებრივია ყველანი კვაყოფილები ვართ, დაპირებული ოცნებები, შეპირებული სასრულება გადაჭარბებით იქნა შესრულებული გვეუბნებიან, ყოველ შემთხვევაში გვეუბნებიან და თუ ამ ყველაფერს მოყვებოდა ასეთი არ დაძინება, გამოფხიზლება აღარ გვინდა ბატონო, ჯობია თავი შევიკავოთ. ხო, დიზაინერებსაც ძალიან ბევრი საქმე გაუჩნდათ, თურმე ფაქტობრივიანი ტანსაცმელი შემოვიდა მოდაში, რომ გაზრდილი პენსიები, ხელფასები, კარგად ერთი შეკითხვა მაქვს. მე ვგავარ ინგა გრიგოლიას? რაღაცა თქვენ ბალმელა სხვაგან ხართ. რაღაც სხვა გადაცემაში ხართ. არა, კანდიდატთან ვართ. მერობის კანდიდატთან ხართ. კი ბატონო, ანუ მე ეს თქვენი ვამზადებ. იმ თემის გაგრძელებაა ერთგვარი. ანუ ეს უნდა გავიმეორო მე ყველაფერი. გაწონებს თავს. ბუნებრივია. ხედავ რა, უმახიანად.
რომ ადმინისტრაციაში ავიყვანო. რა თქმა უნდა. კარგი. აი თქვენ მაგალითად მიპასუხეთ აი ესეთ შეკითხვაზე. ნებისმიერმა თქვენგანმა. რითი არის ქართული ოცნება ნაციონალურ მოძრაობაზე უარესი? გარდა იმისა, რომ მე სახლში საწარმოს მილი მაქვს შემოსული და რომ მუშაობს ეს საწარმოები და ქალაქში არავინ აღარ დადის და ასე შემდეგ. რა გითხრათ ახლა ოთარ, ჩემთვის არ არის განსხვავება რა. მოდი მოკლედ ვიტყვი, რა კოცები, რა ნაცები, პრინციპში არანაირი განსხვავება ამაში არ არის. და რატომღაც დავფიქრდი, იცი და ექიმი ხარ და მინდა შენ კითხო. ახლა მემკვიდრეობითობა ვიცი, რომ მათ შვილი მამადან შვილზე გადადის, მაგრამ პოლიტიკაშიც თუ იყო ესეთი მემკვიდრეობა, არ მეგონა, რომ აი ყველა წინა ხელისუფლება რატომღაც ტოვებს თავის მემკვიდრე ხელისუფლებას და ასე აღმოჩნდა და პოლიტიკური გენეტიკა ცალკე არსებობს რამე ესეთი? მე ნახე როგორ მარტივად გამოვძვრები ხარ სიტუაციიდან. შეგენაცვალე რა კარგია ბიოლოგია რო ვიცი. არა ეს თან ტესტია მერობის ამბავში. ქალბატონო მანანა პოდიში. ქალბატონო მანანა ერთადერთი გენეტიკოსი იყო, ვისაც ამაზე შეეძლო პასუხის გაცემა. ჩეხი მეცნიერი გრეგორ მენდელი, რომელიც გარდაიცვალა. ანუ პასუხს ვერ მიყვა. არა, ამას რატო ვამბობ, იცით, ესე იგი, ხო, გადაგვრია ნახევარი თბილისი ყოველ შემთხვევაში ძველმა ხელისუფლებამ და მაინც და მაინც ძველ თბილისში შუშის სახლები, რაღაცა ხიდები, საბაგირო გზები, ტრამვაი ამ ხელისუფლებასაც მაინც და მაინც ეს თვისება აღმოაჩნდა. ეხლა თურმე ძველ თბილისს უნდა მიადგეს ისე ბიძინა ივანიშვილი, თურმე უნდა აგვიშენოს რაღაცა ეს შუშის სასახლეები და ყველაზე მთავარი რა არის, იცით, რომ საბაგიროც და ყველაზე მთავარი რა არის, იცით, რომ თურმე მიწაც ივანიშვილისგან უნდა ვიყიდოთ და როდის იყიდა ეს მიწა? ეთქობა რაღაც მომენტში წაგვთვლი. აი ეს ის მომენტია, როცა ხალხმა მემარჯვენეებმა ჩათვლიდეს და გამოგვეპარა ასე რომ ძალიან დიდ სიახლეს ესთეტიკური თვალსაზრისითაც ვერ ხედავ და ვერც რაღაცა მაინც და მაინც ხალხის სასიკეთო საკითხი. ოთარ მოკლედ თბილისში გვექნება ბიძინას დაკიდული ბაღები. ხენ ხო გახსოვს მიშას დაკიდული საქართველო? დაკიდებული ბატონო მამუკა. თავარია არა მე დაკიდულს ვარ. ბიძინას დაკიდულ ბაღებს რა უჭირს? თავარია შენი ამ განცხადების შემდეგ კაციტაძის მავზოლეუმი არ გაჩნდეს ქალაქში. ისე მოუხდება თბილისი. კი. კაციტაძის მავზოლეუმი. დიახ ბატონო. არაჩვეულო შენ იქნები ცოცხალი. ჩაგეტილი? არა, ბატონი კალანდაძე მომწონს მე, აქტიური პოლიტიკოსია. თქვენ იქნებით ჩემი გუნდის ჟირინოვსკი. კი. კარგი, ახლა მე რა თამირჩევენ. ხო ხედავ ამივარდა თავში უკვე. ანუ მაუც ვიშოვი რა. ხო და მე ამისთვის მე არაფერი მომივა. მაგის გარანტიას არ ვიცი. ეხლა მე არა მოიცა პროკურატურაში არ დამიბარებენ? დაგიბარებენ. მომურჩებიან მე. ოთარ, დაგიბარებენ. ამ ქვეყანაში მაგისტვის ვის რა მოსვლია რო შენ მოგივიდეს? ვინმეს პასუხი მოთხოვეს რამეში? მე ისეთი ბედი მაქვს. დაგიბარებენ, ყველაფერი. სამართლიანობის აღდგენა დაიწყება ჩემით. მე კარგია რა, იქნება ეს არა ქვია კამერული შოუ უტატიშვილთან ერთად. კამერა ეს საკანზგულის ხო? მადლობა. მადლობა. და მაყურებლები გეყოლება მაყურებლები. კარგი. ფიქრი არის რუსთავი ორის ერთ-ერთი დამფუძნებელი. გახსოვს? როგორ არ მახსოვს? შენ თუ გახსოვს, ხალბატონო ფიქრი. მახსოვს. მე რა მაინტერესებს ეს თურქული სერიალები თქვენ შემოგაქვთ? გაიგეთლია, დამალას აზრი არა. პოლიტიკას არ მაგარებენ რუსთავი ორში და რა ვქნა, სერიალებით მაინც ანუ ეს ხალბატონი დილა თქვენი შემოყანილია? ხალბატონი დილა ტიტების დრო, მაგრამ ეხა ცოტა მაესტრო გადაგვისწრო ფიფელმეტრებმა ეგრე აჩვენა. სად არის ფიფელმეტრი? ნუ გამოგია. აი სანამ იყო მანამდე აჩვენა. აბა რას გვაწვალებ მაშინ ეხლა რაღაც არ არის რეიტინგებს არავინ აღარ იცვლის, იმიტომ მოგიწვიეთ თქვენ, თორე ანუ
ოთარ აქ რო ვარ ფიფილ მეტრებს უნდა უმადლოდე. რა თქმა უნდა, მამუკა, შემდეგ გადაცემებს უყურე, შენ ისეთ ხალხს ნახავ აქ რო გაგიკვირდე. არა, ეს ხუმრობით, რა თქმა უნდა. ეს რა თქმა უნდა ხუმრობით, როგორ გეკადრებათ. ჩვენ ხო ვითვლით, კაცო. კარგი. ეხლა 1 აპრილი არის მალე სულ ზეგ და თან იწყება საარჩევნო კამპანია. ეს უბრალოდ დაემთხვა, რომ 1 აპრილს ეს იწყება მათყუარების კამპანია. თუ ეს სპეციალურად მოხდა ასე, როგორ ფიქრობ? როგორ ჩანს დაემთხვა. ეთყობა პიკში ავა ხუმრობები და ტყუილები ამ არჩევნებზე. რა უკვე დაწყებულია ეგ მომენტი. ამიტომ 1 აპრილს დაწყებული ეს მომენტი განსაკუთრებულ ელფერს მიცემს ტყუილებს. ობამას განცხადებაზე რა სიტყვით? ახლა ხანს თავიდან ამბობდა რომ გადაწყვეტილი ამბავიო და ეხლა არ დგასო საკითხიო საქართველოს გაერთი გაწევრიანება ნატოშიო რა. ხო არ ათამაშებს ეს ობამა? ფიზიყელების და კახელების მოძალება გვაქვს. ოთარ ეხლა კახელი ხო არ არისო, თქოს რა პირდაპირ გვაჯახაო და ობამაც კახელია რა, რასიზამ ახლა. კიზიყელები, თამაზაშვილები, ღარიბაშვილები მოძალებაა სერიოზული და ობამაც კახელი აღმოჩნდა, ან გაკახელდა ამ ფონზე და პირდაპირ მოგვახალა რა. ხო იყო ეხლა ვაშინგტონში ხო იყო. და ფაქტიურად ეს ახლა ობამას თქმა იყო ეს კახელობა ეგრე არ უნდა და პირდაპირ პირში ლაპარაკი ეგრე არ უნდაო და თქვა თავის სათქმელი რა. კიდე კაი არ დაამატა რაღაცა. რაიც არ დაამატა, უბრალოდ არ დაბეჭდა. კიდე კაი. არა, ეხლა ხალხს გული რო არ გაუტეხოთ, იმან თქვა რომ ეხლა დაუყოვნებლივ არ იქნებაო, თორე აი ჩვენ რომ მოვალთ ხელისუფლებაში რაჭულად, კარგად, მაშინ ჩვენი კარი მართლა ღია იქნება ნატო. მოასწრო ეს 3 წამი შეხვდა სულ ღარიბაშვილს, ამდენი როგორ მოასწრო? თვალებით უთხრა, ნუ რა. ეფირო ესა, მაგრამ ობამამ იცის საგანბავი. ბუშმა დაუბარა. პატიშვილი რო იქნებაო, ქალაქის მერიო. ნაჭებია რო იქნება ვიცემერიო. უმრავლესობაში რო იქნება. უმრავლესობაში ასეო და ასე შემდეგ. კი ბატონო, ფიქრია, რას გვიმღერებთ დღეს? ხოლოდ თქვენი მერობის შემდგომ მოგიძღვნით. და ფიქრია და მეც გავივლით ორვარსკვლავში რაღაცა მოთელვას და მე შემდეგი იმისთვის კი რაც უნდა ორვარსკვლავს მოთელვა თქვენაც. რა ეთყობა იმათ მოთელილის? შევიდეთ პირდაპირ. რა თქმა უნდა. კი ბატონო, მოკლედ ჩვენი საუბარი დასასრულს მიუახლოვდა, რამეს თუ დაამატებთ, მე შემიძლია დაგითმოთ დრო. მე მაქვს ერთი ასე თქვათ დიახ. თხოვნა და სურვილი რომ ოთარ არ მომწონს ძალიან ეძახის სტუმრებს მოყავს ასეთ ლამაზ გარემოში ასეთ ლამაზ საზოგადოებასთან ბენდთან ერთად რეკლამას უკეთებ და მოდიან ისე ხელსარიელები და როგორც ესეთი რახან რაჭველების პარტია ქვია გადავწყვიტეთ რომ ესე სიმბოლურად ალექსანდრეული მუჯურეთული ესეთი მშრალი ღვინოა კარგი სამარკო გადმოგცეთ საჩუქრად სიმბოლურად და დააწესო ეს ტრადიცია რომ ვისაც დაუძახებს სტუმრად საჩუქრით მოვიდეს. არა. სანამ საჩუქრით მოვიდეს და რეალურად რაღაც შენს კმაყოფილი იქნები, მასაც ცოტა საფიქრალი გაუჩნდება და აქვე ერთ პატარა რეკომენდაციასაც მოგცემ, რომ ერთი მოქალაქეა, იმას დაუძახე. სერიოზული საჩუქრით მოვა. ან ხუმრობა ეხერხება მაგრად. პირდაპირ ანეკდოტებს მიაწექი. გადაცემა გამოგივა მაგარი. ერთი ჩემი ღვინის ქარხანა მექნება ბოლო-ბოლო. რა თქმა უნდა. ჩვენსავით ერთი ბოთლით კი არ მოვა. როგორც მინიმუმ. როგორც მინიმუმ. კარგი, ისე 4 ადამიანი ერთი ბოთლით რომ მოხვედით, ცოტა უხერხულია. არა, ის ძალაშია დაპატიჟება. ის ძალაში. კარგი. მოკლედ ძალიან დიდი ერთი ბოთლით და მერობის პერსპექტივით. კი ბატონო, წაიღეთ ეს ბოთლი. თუ ქალაქის მერი გავხდები, წაიღეთ ეს ბოთლი უკან. არა, მე მიყვარს რა აჭული ღვინო და აუცილებლად დავაგემოვნებ ჩემ ზაზასთან ერთად გიждდება ზაზა ღვინოებზე. მოკლედ ძალიან დიდი მადლობა ფიქრია, მანანა, მამუკა, ბატლოლევან, თქვენ ბატონობით მოგმართავთ მაინც. რა უნდა? ჯერჯერობით. მერობამდე ყოველ შემთხვევაში ასე. ეს რაღაცა თავში მაინც გურული ხარ. ძალიან დიდი მადლობა. დღეს მაინც იყვნენ უმრავლესობაში დროები. იმედი მაქვს რომ საკრებულოშიც იქნებით უმრავლესობაში და მე რომ მერი ვიქნები ნერვებს არ ამაპურწავთ ხოლმე. არა. არ ჩავერევი. ახალი მემარჯვენეები, დიდი მადლობა.
გადაცემის შემდეგი რუბრიკა გახლავთ შემჭამე სამტატიშვილებმა. ადრე მარტო მაინც მოდიოდა, ახლა ვიღაცა მომიყვანა. რუბრიკის სტუმრები არიან ნოდიკო ტატიშვილი და გოგოლა კალანდაძე. გთხოვთ. კარგი იყო. მართლა ძალიან მაგარი იყო. ეს თქვენი ბრაზილიური გამოსვლა, ასე ვთქვათ. ცოტა აქცენტი ჰქონდა პორტუგალიურ ენაში. ნოდიკოს ქართლული, შენ გურული. ხო, კი, გეთანხმება. ადვილად ისწავლეთ ტექსტი. მე კი. ეს საერთოდ არ მისწავლი. აი ასე ადვილად. ეს პატიშვილები ასე ადვილად სულ როგორ გადიხართ ფონს, აი ამას ვიждები. შენ ვარ სასწაული გვარის წარმომადგენელი ზოგადად. კი, გეთანხმები, მაგრამ ტექსტი როგორ არის სწავლე ბიჭო? შეიძლება სულ გოგოლას იმედზე იყო ეს პროგრესი. კი, რატო დამწ? არა, ვის არ დაგხსინე, არა, ვისწავლე, ცოტა ვისწავლე და მე ცოტაც კიდე მოვიგონე. ცოტაც კიდე მოიგონე. იგონებს რაღაცებს ეს. არა, კარგი იყო, კარგი. აზრობრივათაც ჩაჯდა. ის ისე კარგად მოვიგონე. ალბათ გაინტერესებთ რას წერენ სოციალურ ქსელებში. ისე რა. ამ ტურზე. მე არ მაინტერესებს, მე მოპატიე. კარგი, შენ მოგგვისმენ, შენ გაინტერესებს. აი, ამას აინტერესებს, ხედავ. არ ცუც არაფერს ვკითხულობ. არა, ცუც სხვა რა მოვიწერ. რას წერენ? ეს პროექტი ორი ვარსკვლავია თუ ვარსკვლავი და ყრუ? ნოე სულაბერიძე თავის სახელს ამართლებს ნოე. ასეთი იშვიათი ჯიშის ხალხი როგორ შეაგროვა. თან ორორი. შემდეგ ცეკვებს უფრო კარგი ჟიური ჰყავდა. ჩერტკოევი, შევარდნაძე და ის ბოთე ექიმი. ნინო გაჩეჩილაძე საბოლოოდ გააგდეს თუ აქაც მებურიშვილი ჩაანაცვლა. ეს დალი ჩიტალაძე მომღერალია თუ ვარსკვლავი თუ ვინ არის? მაგარი კომენტარები არა? ხო, არ ეცინება ხა თამაშობს, თორე უხარია, მასზე რო არ არის არაფერი. დავიღალე რჩეულიშვილის ბუყბუყით. ვერც მღერის, ვერც ცეკვავს, შოუს დრამაში რო გამოადგეს, ბორჯომი მაინც შეასხას ვინმეს. არა უშავს, ვოკალი არც ჯენიფერ ლოპესს არ უარგა, მაგრამ სამაგიერო ტრაკი აქვს კარგი. ეკოლოზე მაგარი კომენტარი. და ტრადიციულად ეს არ გვეშვება, გთხოვთ დააბრუნოთ როსტო. აი ასე იყვენ ამ როსტოს დაბრუნებას. სიმღერა თქვენ თვითონ არჩიეთ? არა. ნოდიკო მირჩევს ხოლმე. ხან გოგოლა მირჩევს ხოლმე. ანუ ეხლა ჩვენ რა გავიგოთ უბრალოდ მოყავება. პირველი სიმღერა არჩია რუსამ, მეორე არჩია გოგოლამ. ეს ბოლო ბრაზილიური ერთად, მეოთხეც ავარჩიეთ ერთად. აჰა, მეოთხეც იქნება. მეოთხეს არ ვიტყვით თუნდ რა იქნება, მაგრამ ეს იქნება რა. სასწაული. ამას იქნება რაც იქნება, რაც გინახავთ ვეღარ ნახავთ. 95-211. 95-211 ქვია სიმღერას. კი ბატონო. ეს არაჩვეულებული სიმღერა. თეონა კონტრიძეზე ვისაუბროთ. ძალიან მოეწონა თქვენი სიმღერა, მართლა აღთვალებული იყო და ფეხზე წამოდგა. თქვენ სიმღერა მე მესმის რომ იქ სტუდიაში არ ჩანდა კონტრიძე ზის თუ ფეხზე დგას, მაგრამ ისეთი რაკურსით იყო გადაღებული, რომ ჩანდა. თქვენთვის როგორი იყო ესეთი აღრთოვანება ჟიურისი? ძალიან გაგვიხარდა რა. თან დავინახეთ როგორი ის და ნუ მისერიოზულებ, თორე გითხრევთ მებით. მე არაფერი არ მახსოვს ხოლმე. იმას ველაპარაკებით. პაპატი ჩავერთე. ნუ რა გითხრა ეხლა. კარგი. კარგი. გოგოლა, არ გაგიჭირდა ნოდიკოსთან სიმღერა? არა. პირიქით, ძალიან ადვილია მას. გოგოლასთან სიმღერა უფრო ძირითადად ნოდიკო მღერის. ნუ შენ მღეროდი მწვანე ოთახთან ერთად მახსოვს შენი სიმღერა მწვანე ოთახთან ერთად მახსოვს. კი, ნოდიკოსთან ერთად მახსოვს. შენი და მალხას ხვრივიშვილის დუეტი მახსოვს. კიდე ხوار მოვიწყდება რამე? ჩემ და გოგოლას დუეტი და გავიწყდა შენ.
ხო, ნუ კი. დღეს ვიმღერეთ მაგას. კი ბატონო, დღეს იმღერეთ. კი ბატონო. კარგი, ნოდიკო, თეონა კონდრიძე გარდა იმისა, რომ 10-იანი დაგიწერა, ასეთ რაღაცა გითხრა, ამას ამ თემას რო შევეხო, შანსია. ყველა შეეხო და შენც უნდა შეეხო. რომ მეტრა და 57 სიმაღლეში პუტკუნა ქალიო, თუ გინდაო, აქ ვარო და რას ფიქრობ შენ ამ? მე ვთხარი რომ ამ საღამოს რას აკეთებ, თქო, ამ საღამოს იმას ვაკეთებ, რაც შენ გინდა რომ გავაკეთო. ხო, მე ამერჩენს არ მოვუყვეთ. ხო, არა, მე უბრალოდ მაინც ჩემი ახლობელი ხარ, ნათესავი კაცი ხარ, ტატიშვილი ხარ და მაინც თხილად იყავი. იმიტომ რომ მეტრა 57-იანი კონტრიძე, რაც მიწის ზემოთ არის, ერთი იმდენი წინ არის. აა, წინ. ნუ კარგი, არ მოყვები შენ როგორც გალანტური მამაკაცი. კარგი. თავარ კონკურენტად ვის თვლი? მინდა რომ ახლა შენ გალაპარაკო. იმიტომ რომ დავიღალე ამ მოსმენით, აღარ შემიძლია სტატიშვილები. თქვენ ბრძანეთ. არ ვიტყვი. არ იტყვი. არა. ვახოს არა. ვახო? არ ვიტყვი. არ იტყვი. კარგი, მაშინ ვის გულს შემატკივრობ? ვინ გინდა რომ შენთან ერთად ფინალში ვიხილოთ? ეს უფრო კაი კითხვა. ვინ გინდა? გოგოლა, შენ მინდა რომ გალაპარაკო, ის კაცი არ მაინტერესებს. ვინ მინდა რომ ის იმიტომ აქ მარტო მოსული რომ შენი მეწვილია. მე რაღაცას ვეტყვი რა. უთხარი, კი ბატონო. სასწაული რაღაც ხო გიჯობია რომ საერთოდ არ ახსენ. კაი, არ ვეტყვი რა მაგას. ფინალში ვინ გინდა რომ იხილო, ისიც იმასაც არ იტყვი? არა, უხერხული. კარგი. რადგან არაფერს არ მიყვებით, მაშინ შეგეკითხებით ასეთ რაღაცას. მე ვთვლი, რომ ნინო გაჩეჩილაძეს მოექცენ უსამართლოდ. ჩვენ გონია ნინო უნდა ყოფილიყო. ძალიან ადრე იყო ნინოს გაგდება. ამასთან დაკავშირებით რას იტყვით? მე ჩვენს გონია რომ ნინო არ უნდა წასულიყო პროექტიდან და ნინო უნდა დარჩენილიყო პროექტში. და ნინო კაი გოგოა. აი როგორ მპასუხობ, იცი? აი ბავშვს წაკითხული რო აქ რაღაც. ხო რა, არ უნდა წასულიყო. შემოვიყვანთ ლელა მებურიშვილი, არ შეიძლება? ბატონო? ლელა მებურიშვილი შემოვიყვანთ ნინოს მაგივრად. ხო და შემოყავთ თქო, აი სოციალურ ქსელში იკითხა ადამიანმა. ება სიურპრიზია ორ შაბათს. ძალიან მაგარი სიურპრიზი იქნება. მაგრამ საერთოდ მართლა მგონია რომ ნინო არ უნდა წასულიყო. კაი გოგოა, ისე რა კარგად ღერის. არა ხო იცი ის. კი როგორ არ ვიცი? არაშორებდა ხა თაკო უკეთესად ღერის. ხა თაკო, ხა თაკო. ხო, მე და შენი არ იყოს, ხა მე უკეთ ვცეკვავ, შენ უკეთ ვღერი, მაგრამ. ხო, ეგეც არის. ასე ყველაფერს ერთად ხო არ მოგცემდა? შეხوارზები ჟიურიში ხა. არა. არა? შენ არ გავა. არა. რა არ გავა? პაპირებდი თუ შენ არ იშდები არ გავა თქო რა. შენ იმედი მქონდა ჟიურიში, აბა მე რო იქვით წეკვებ. ხოჭა, გენაცვლე. კიდე აი განგებამ იუმორიც დაზოგა, ყველა ტატიშვილს არ მიცი. ზოგს მოგცა, არ მოგცა? ორი ზომბი მოგყვანეს. გოგოლა, შენ რას უსმენ ყველაზე ხშირად? აი ეს მაინტერესებს. ეს ხო შეიძლება შეგეკითხო? ნოდიკოს ძალიან ხშირად. აი მე აღარ შემილი. ნოდიკოს. ტატიშვილებს უსმენ ხშირად, შენ გისმენ ხშირად, ნოდიკოს უსმენ ხშირად. ვახო ტატიშვილს? ვახო ტატიშვილი ვინ არის? ვახო ტატიშვილი გოგო. ვაიმე, ვახო ტატიშვილი, არა, არ უსმენ მაპატიოს რა. მეც არ უსმენ ბესიკალანდაძეს, აი ეგრე. ეგ შენი პრობლემაა. მე უსმენ ბესიკალანდაძეს. მე არ უსმენ ბესიკალანდაძეს. ვინც ვახო ტატიშვილს არ უსმენს, მე იმის მოგვარებ. და გუშინ ღიღინებ და თეთრი რელსებით. ციდანვე შვები და გოგოშ გამი. არა, გოგოლა ღიღინებ და გუშინ თქო, რატო იტყუებ? არა. კი ბატონო, ცეკვაც არაჩვეულებრივად გამოგდის. ყველაფერი კარგად გამოვიდეს. ლექსებს წერთ? დიახ. პროზაში? პროზაში კარგად. კარგად. კი ბატონო. ქსოვა იცით? კი, რა თქმა უნდა, ვინ არის? მართალია. ჩვენ ქვეყანაში ყველა მიცის ქსოვა. კი ბატონო. გავიგე რომ 2014 წლის ML-ზე ოცნებობსო. ხო, ჩემი ოცნებაა რომ ვიღაცა მაჩუკოს, იმიტომ რომ მე ახლა ეს პერიოდი ვერ ვიხდი ამასთან. ვიღაცა მაჩუკეთ ML 2014 წლის ახალი მუქი ფერი, შავი და უშუალოდ მუქი ლურჯი არა. სრული თუ გაქვს დაგვირეკეთ. დაგვიბეჭდეთ 2015-211. რა გითხრა, აბა, როგორ დაგამშვიდო, ამ ტატიშვილებს ჯიბთან დაკავშირებული ოცნება რო არ გვიხდება, ხო ხედავ? რატო? მეც მინდოდა Range Rover-ი, შენ გინდა ML-ი, არ გვიხდება. მოდი სედანზე გადავიდეთ. არ მინდა, არა. ჯიპი გინდა. ჯიპი მინდა, ML მინდა, Mercedes-ის მუქი ლურჯი და უშათან შავი არა. უნდა. თავზე მუქი მინდა. აი ვინ შეიძლება რომ აჩუქოს გოგოლა, როგორ გონია? რა ვიცი, აბა.
ვის მიმართავ კამერაში, ანუ ვის? ყველას, ვისაც შეუძლია რომ აჩქოს ემელი. ხო, დამეხმარე. რა სიმღერებთ? ჩვენ ახლა გიმღერებთ მაიკო კაჭკაჭიშვილის სიმღერას, რომელსაც ქვია აღარ მინდა დაგვიანება, ლექსის ავტორი ნანა ცინცაძე. მახსოვს მაშინ თოვლის პიპკებმა ჰელის გული როგორ ავსო ჩემი გული შენი იქნება არ დამტოვო ოღონდ არასდროს ეს პიპკები მინდა დიდი მადლობა, ნომერი კიდევ ერთხელ გამოვაცხადოთ. ემელი 2000. რა ემელი, კაცო, SMS ნომერი. ჩვენი SMS ნომერია 95 211. გოგოლა კალანდაძე, ნოდიკო ბადიშვილი. დიდი მადლობა. მადლობა.